ასეთ მატარებელს სხვაგან ვერ სადნახავთ. ამიტომ ემალის სათლისგან მოგონილ ვაგონებში კარგად მოკალათდით და მისი გამომგონებლის რეზო გაბრიაძის სამყაროში ვიმოგზაუროთ. ფანჯრებიდან დანახული არაჩვეულებრივი გამოფენის პირველი გაჩერება ქუთაისია. ყველამ გაიხსენოს, სად არის ის პროვოკაციული წერტილი და არაერთი ხშირად ბევრიც, საიდანაც ის იწყებს ხელოვნებაში ცხოვრებას. რეზო გაბრიაძის პირველი პროვოკაციული წერტილი. ეს ხიდები, მდინარე და ალბათ თეთრი ქვების რომელიღაც ლოდი. სწორედ ამ პატარა ქალაქის ძველუბანში 85 წლის წინ 1936 წლის 29 ივნისს, როგორც თავად წერს მედიტერანიის უკიდურეს წერტილში, დიდებული ბიზანტიის ნარჩენებზე დაიბადა რეზო გაბრიაძე. დედიკოს ბიჭი, სუფთა ტკიცინა საყელოთი. ხატვას და ძერწვას როდენის მოწაფის მოწაფესთან, ვალიკო მიზანდართან სწავლობდა. ქალაქში, სადაც ომის შემდგომი ქუთაისის მოქალაქეთა ფიქრი დაბურული იყო. დამოკიდებულებანი კი ტკბილი ისტორიამდელი. ქალაქში, საიდანაცაა მისი ყველა გმირი. ქრისტოფორე, პიპინია, მარგალიტა, ნოშრევანი, აგული, გლაშა, თინა, ლიზიკო, თამუნია, აკიმი, დომნა, ერთაოზი, რამონა. რეზო გაბრიაძემ კიპარისებით და გლიცინიის სურნელით გაჟღენთილ ქალაქში შეიგრძნო ჰაერის ერთი მოძრაობა, რომელიც არც ქარია და აღარც ნიავი. მერე ამ ქარ-ნარევ ნიავს თბილისისკენ გამოჰყვა. თან წამოიყვანა ბავშვობის უნაზესი მოგონებები და მთელი ცხოვრება მათთან ერთად გაატარა, როგორც მხატვარმა, მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა, სკულპტორმა, არქიტექტორმა და ფიზიკოს კონსტრუქტორმაც კი. რეზო გაბრიაძესთან დარჩენა მოინდომა ქუთაისის მფარველმა ანგელოზმა, ერმონიამ, რომელიც მასში ჩასახლდა და ერთმანეთი აღარასდროს მიუტოვებიათ. არსებობს ქალაქი, სადაც ამბობენ სამ სიტყვას: გენიოზი, გრადუზი და ესენცია. უნდა მიხვდე, ჩვენ ცნობთ ამ ქალაქებს, ჩვენ ვიცნობთ, ის იყო შუა საუკუნეების ადამიანი. დაბადებული შემთხვევით ჩვენ დროში. ახლა ასეთები წარმოებაში არ არის ჩაშვებული. მე-19 საუკუნეშიც კი გვიანი ავტორი იქნებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ. სადღაც მე-16-ში, მე-17-ში, შეიძლება უფრო ადრეც. და ის იყო თავისი პატარა ქალაქის ერთგული, ახლა არ მეწყინავს ქუთაისმა პატარა რო უწოდე, შედარებით პატარა ქალაქის ერთგული, ზუსტად ისე, როგორც შუა საუკუნის იტალიელები იყვნენ თავისი ქალაქ სახელმწიფოების ერთგული. მან იცხოვრა მსოფლიო მეტროპოლიებში და რა ვიცი სად არა, მაგრამ არასოდეს არ დაკარგა სიყვარული იმ ფესვისადმი, რომელიც მისი იყო. ხატავდით ჩემთვის, ცხოვრობდით ჯერ კარგახანს ერთ ოთახიანში, დიღომში. მე ცოლიშვილი. და იქ ერთ ოთახიანში ვისაც უცხოვრია, მან იცის რომ მუშაობა გიწევს სამზარეულოში, ასეა დაწერილი შერეკილები და ბევრი სხვა ფილმი სამზარეულოში. და იქვე ვხატავდით. თავის თავში მხატვარი რომ გადაერჩინა, წერა დაიწყო და დაიწყო მისი მინიატურული სამყაროს კოსმოსური ფანტასმაგორია. უნივერსიტეტის ფილოლოგია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კინოსცენარებზე მუშაობა შესთავაზეს. დრამატურგიის დასახვეწად მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო და სასცენარო კურსებზე გაუშვეს. სწორედ იქ იპოვა ელზა შენგელაიამ. ხელავთან არის ეს აეროდრომი, სამხედრო აეროდრომია და მოვიდნენ გენერლები. და გენერალი რუსულად ამბობს, ეს არ გაფრინდება, დაიშლება. ოთხარი მეგონი გაფრინდება. ხო და მერე მთელი ჯგუფი ჩაეჭიდა ცალფრენს. ვერტფერდი აფრინდა, წავიდა და იმათ ცოტა ცუდი სიტყვა უნდა შეიძლება. ლიციტიო ჩორტიო ზნაი. და მარტო გაფრინდა. ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი შეგალსტუკიანო. როცა შერეკილებს ვიწყებდით, ბორაცი ფური არ მოწონდათ. ვიჩია უნდა ხვიჩი. ბოლოს და ბოლოს რომ ნახა, შეეგუა. აღნიშნავი ფილმია შერეკილები. შესანიშნავი რეჟისორია, რა თქმა უნდა, ელზა შენგელაი, რა თქმა უნდა. წყინვალე ფილმი, წყინვალე რეჟისორი. ვერ ვიტყვი რომ აქვე უნდა ვთქვათ და წყინვალე სცენარის ავტორი. ასე არ არის. იმიტომ რომ შერეკილები წიგნიცაა, რომელსაც ამ ფილმთან აქვს უზარმაზარი უპირატესობა და მე რო კინოს უყურებ,
ყველას გვიყვარს. მე როგორ სულ მგონია რომ რა კარგი იქნება ხო დამთავრდება ვიღაც მსახიობმა ბარემ ის ადგილებიც წაგვიკითხოს რომელიც ბუნებრივად ვერ ხდება კინოში. რაც ფილმში ვერ დარჩა, უცხო ჩიტის სახელით დაწერილ გაბრიაძის უნიკალური ქართულით და ქუთაისური ენით გაჟღენთილ ნაწარმოებშია. ენით, რომელსაც ქუთაისური იუმორიც არ ქვია, მაგრამ მაინც გიჟივით გეცინება. ლევან ბერძენიშვილს რეზო გაბრიაძე მათმა საერთო მეგობარმა ჩუპჩიკამ, ანუ მხატვარმა თენგიზ მირზაშვილმა გააცნო. ვთხოვით ეპასუხა, ვინ უფრო დიდია რეზო გაბრიაძე? მწერალი, მხატვარი, რეჟისორი. როცა მის შემოქმედებას ლიტერატურის თვალით გადახედა, აღიარა. ჩვეულებრივ ადამიანს ერთი ტალანტი. ხანდახან ადამიანს აქვს ორი ტალანტი. მაგრამ ადამიანს კონდეს ხუთი ტალანტი, ხუთ განსხვავებულ ხელოვნებაში, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება. ის იყოს კარგი მწერალი და კარგი მხატვარი არ არსებობს. რეზო გაბრიაძეზე ასევე რითქვით. რო თქვათ რომ რეზო გაბრიაძე მხატვარს გაასწრებს, ქართველი მხატვრები არ დაიჯეროთ, ის დიდი მხატვარია. ამავე დროს დიდი ავტორია. მე ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული გრძნობა ხელოვნების. ის დაიბადა და ეწოდებოდა ეთყობა კინო, მის გარეშე რო დარჩენილი იყო, რა იქნებოდა ჩვენი კინო რეზო გაბრიაძის გარეშე წარმოიდგინეთ რამდენ ბედნიერებას მოვაკლებოდით. შეფიცეთ მინდა პორფირეს ხატს. რაც არ უნდა მოხდეს, ხმაკრინტი არ დაგწდება ჩემზე. ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე. ტრიფონიას ცოლი, ნოშრევანს, ხუტაოდიშარიას და ერთაოს ერთდროულად რომ უყვარს. ის ქალი მართლა ნახა თუ არა ქუთაისში თუ პორფილეს ხატიანად მისი თამამი ფანტაზიის ნაყოფია მთლიანად. გამოდის რომ ეს მათხოვარი ჩემ ცოლს შეიცავს. ეს მეორე მათხოვარი კი ჩემი მძახალი იქნება. თქვენ საქმის არ სწორად ჩაწვდით მძახალო. ეს რაღაცნაირი ბრძნული, მაგრამ თან საყვარელი სისულელეც. ხო, მისი სიყვარული სულელების მიმართ, იმ სულელების მიმართ, რომლებიც ჩვენშიც არსებობენ, ხომ? აი სწორედ ამ საყვარელი სისულელის აღმწერია რეზო გაბრიაძე და ამიტომაც გვესათუთება. ასე არავის არ აღუწერია ქართული რეალობა, რომელიც არც ვიცით, არის კი ქართული რეალობა თუ რეზო გაბრიაძემ გამოგვიგონა. სინამდვილეში ძალიან სევდიანი ხელოვანია და სევდიანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი არაღარასდროს იქნება ის ეპოქა, როგორიც იყო რეზო გაბრიაძის შემოქმედებაში. სხვებსაც აქვს იუმორი ყველას, მაგრამ ასეთი არ არის. ეს არ არის იუმორი, ეს რაღაცა სხვა არის. ეს არის იმ კაცის სიცილი, რომელსაც ეთყობა თვითონ არასოდეს არ გაუცილია, რომელიც ძალიან სევდიანად უყურებდა სამყაროს. თუ შეგიმჩნევიათ რა ლამაზია ყველაფერი ნისლში. როცა დეტალები მოშორდება და გაერთიანებული ფორმებია და იმიტომ გვიყვარს ყველას ნისლი. და ეს ნისლიანი სინამაზე ნისლი რომ უფრო სინამდვილეა ვიდრე აბსოლუტურად განათებული. თუმცა საეჭვო აზრია. ეს ოფორტი ელდარ შენგელაიას რეზო გაბრიაძემ ცოტა ხნის წინ ჩაუხატა და მიუძღვნა. ასე უთხრა მადლობა კინომარადისობისთვის და დაემშვიდობა. მეთი რამე ვიცოდი თავიდან ვერა რაც გავიცანეგა რომ ეგ იყო ჩვენ საჩუქარი ზევიდან ჩვენთვის იმან გვაჩუქარა იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება იყო მაგარი ავანტურისტი რაღაცას მოყვებოდა და გიყურებდა ესე რა რომ გადაყლაპე თუ არა თუ კლოტილიას ჩემი ბიძა ბენჯამენი ჯერ არ წაგიკითხავთ, ჩემი მეგობარი ვერ იქნებით, თქვა ერთმა ცნობილმა ფრანგმა და გია დანელიამ გადაწყვეტა, მისთვის მილიონობით ადამიანი დაემეგობრებინა. რეზო გაბრიაძემ სცენარიდან ლამის მხოლოდ ფაბულა დატოვა და ასე დანელია კახიძის ტრიომ შექმნა შედევრი არი დარდო, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფის ასეულშია. როდესაც 100 წლის თავი იყო მსოფლიო კინემატოგრაფის იმ 100 ფილმში შევიდა ოქროს ფონდში არ დაიდარდო. ფილმის რო აჩვენეს არ დაიდარდო. როგორც კი დამთავრდა თქვა ერთხელაც მაჩვენეთო რა.
და კია ჩამოვიდა გახარებული როგორი რა. 1977-ში, როცა მიმინო დიდ ავიაციაში მივიდა, გაბრიაძე ამ ავიაციიდან წამოსასვლელად ემზადებოდა. გია დანელიასთან ერთად მერე კიდევ 2 ფილმზე იმუშავა. თუმცა ყველაფერი აშკარა იყო. მიმინო ამანაც და გიამაც აიტეხეს და სპეციალურად ჩემთვის დაწერა მაშინ. და მე ხშირად ვიჯექი ხოლმე, როდესაც ეგენი სცენარს წერდნენ და უსმენდი რა ისეთ საინტერესო იყო. მე თუ ვიცინოდი 24 საათი, იმიტომ რომ ისე სასაცილო რაღაცებს ამბობდა, ეგ თვითონ. უტოპიური ფილოსოფია და სატირული კომედია კინძაძა იმდენად რთული ქვეტექსტებითაა სავსე, რომ 1986-ში მორყეულ სოციალურ რეალიზმში საბჭოთა ეკრანებზე ზუსტ დროს და ადგილას გამოვიდა. მაშინ, როცა ხალხი პარალელურ რეალობას ეძებდა. კინძაძაში მთავარი როლი ბუბა კიკაბიძეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ექიმებმა ნება არ დართეს. დანელიამ ქართველი გმირის გარეშე ფილმი მაინც არ დატოვა და რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძე გადაიღო. ეს კინძაძაზე რომ მუშაობდით, იქ გაიხარა ჩემმა გულმა რა. დედა რარკინები ჩამოვიტანდეს, სად დამეკარგა. ეს დამჩა. რა შეასახმე ისეთი ზუსტი ჩარხვას შეიძლება ალბათ ითქვას. გამოჩარხულია ჩემო ბატონო, რომ ზეთის არ ჭირდება ესე დადის. მიკრო რაღაცა. ეს ავტორიც საწერია ზეთ. ძალიან ესთეტურია. საერთოდ თუ დააკვირდებით რა ესთეტურია თვითმფრინავები. რა სილამაზე აქვს ჯადო აქვს რა. გია ყანჩელი ამბობდა, რომ რეზო ისეთი ნიჭიერია, მალე მუსიკის წერასაც დაიწყებსო. რეზოს კი სინამდვილეში მხოლოდ ხატვა უნდოდა. 1 ტირაჟიანი წიგნიც გამოსცა. მუჩში კამფეტი გაუთვა და დაუთნა. პირველი სიყვარული ალბათ. ხან კი ისიც მგონია, რომ ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის ნიღაბია, თქვათ კინო, თეატრი, იმდენად რომ ვარჩინო ჩემი თავი მხატვარი. მხატვარი მურაზ მურვანიძე გადაჭრით ამბობს, რომ გაბრიაძეში არსებული ყველა ნიჭიდან მხატვარი უფრო დიდია ვიდრე სხვა დანარჩენი. როგორც მხატვარს, ერთი რამე სულ თამდევს. ეს არის მისი ნახატები, სხარტი ნახატები, რომელზეც ბევრჯერ მხატვრებთან ლაპარაკში, რა მოხდა, ესე მოხატა და რაღაცები. 1-2 უთხარი მართლა. დაჯექით და ესე დახატეთ. უცებს ხარტად რაღაც დახატეთ. ის თემა არა, რომ მიემსგავსოს დაუშვათ. თქვით რა თემაა და დახატეთ. არაფერი არავის არ გამოუვიდა. რეზო გაბრიაძის ბოლო და მთავარი გაჩერება ეს მოედანია. სწორედ აქ იყრის თავს ყველა პროვოკაციული წერტილი, რომელმაც ათქმევინა. ჩემი ოცნება ასრულდა, მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში. 1991 წელს თბილისის ძველუბანში, შავთელის ქუჩაზე, როცა მარიონეტების თეატრს აშენებდა, წინააღმდეგობაც ბევრი იყო. ციც მახსოვს რა ომი გადაიტანა. იმიტომ რომ საქართველოში მარიონეტების თეატრი არ უნდოდა ხელისუფლებას. და რატომ არ უნდოდა ხელისუფლებას? ახლა იმასაც გეტყვი, მარიონეტები იყვნენ და ეთქობა რაღაცა საეჭვო და ვერ დაინახეს, რომ ამ კეთილი კაცის არ უნდა შეშინებოდათ. ვერ დაინახეს და დიდხანს ებრძოდნენ. თავად გაბრიაძე ყველას თხოვდა, რომ მარიონეტებში ძაბზე მობმული თოჯინები კი არ დაენახათ, ნამდვილი მსახიობები ეგრძნოთ.
აბა იმ დროს სხვაგან სად ნახავდით ლუი არმსტრონგს და ელა ფიცჯერალდს, ან ახლა სად ნახავთ სათლის მატარებელს, მავთულებისგან აზვირთებულ ტალღებს, ცალმხრივად შეყვარებულ მიტოვებულ ცხენს, თავგანწირულ მეომრებს, რკინის მორჩენილი დაჟანგული ნაწილებისგან ამაყად მოსიარულე შეყვარებულ ლოკომოტივებს, რამონას და ერმონიას. გაბრიაძემ მთელი მსოფლიო დაარწმუნა მათ გენიალობაში და უნიკალურობაში. ამ თეატრში ერთად დაიწყო მუშაობა მასში არსებულმა ყველა ხელოვანმა, რეჟისორმა, დრამატურგმა, მხატვარმა და მოქანდაკემ, რომელიც 40 წელი წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ სცენაზე აცოცხლებდა. ეს არის ის წერტილი, სადაც გადაიკვეთა რამოდენიმე ჩემი ინტერესი. მთიად სადაც მე მუშაობ, ეს არის უფრო ლაბორატორია. ამ ლაბორატორიაში ყველა თანასწორუფლებიანია. აქ მეორე ხარისხოვანი არაფერია. ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც თავისი როლი აქვს. სწორედ ამ დეტალებით ქვიშით დაფარულ ერთ პატარა მაგიდაზე გაიმართა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და დაუნდობელი სტალინგრადის ბრძოლა. სტალინგრადით რეზო გაბრიაძემ უკვდავებაში შეაბიჯა. სოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი ავტორიტეტული გამოცემა, თეატრი თუ ცენტრი, სადაც რეზო გაბრიაძის სპექტაკლები, განსაკუთრებით სტალინგრადი და ჩემი გაზაფხულის შემოდგომის ქუთაისი არ ჩაეტანა. ერთადერთი შვილი, რეჟისორი ლევან გაბრიაძე დიდხანს არწმუნებდა მამას, ერთ ნაწარმოებად შეეკრიბა მისი მოთხრობები და ნახატები. უფროსმა გაბრიაძემ უფრო ადვილად დაიყოლია შვილი და საპროდიუსერო საქმიანობის გაგრძელება თეატრის მმართველობასთან ერთად შესთავაზა. ასე დარჩა ისტორიას რეზო გაბრიაძის გენიალური ანიმაციური ავტობიოგრაფია, რომელიც 2017 წელს ლეო გაბრიაძემ მამის ნაამბობის და ნახატების მიხედვით გადაიღო. სრულმეტრაჟიანი ანიმაცია ჰარი ჰარალე დედაო ოსკარის ნომინაციაშიც მოხვდა. მისი ნახვა ახლა მთელს მსოფლიოს Netflix-ზე შეუძლია, მაგრამ ეს მაინც არ ყოფილა რეზო გაბრიაძის ბოლო პროექტი. ნანი ბრეგვაძე რეზო გაბრიაძის უკანასკნელი მუზა იყო. მან რომ მე დამირეკა რო ავიღე ყურმილი მართალი გითხრათ ჩოვლებრივად ავიღე. ნანი ხარ ძალიან ისეთი სუსტი ხმით და მითხრა მე ახლა მინდა შენი თოჯინა გავაკეთო და ისიც უნდოდა რომ მის სპექტაკლს გამდა რა წერდა მე ლევანმაც მითხრა რომ და უნდოდა რომ მე მემღერა და მე ლევანმა თუ შეიძლება ეს ვთქვა თვითონ მითხრა რომ ასე მითხრაო მინდაო რომ სპექტაკლი დავდგაო და მე და ნანი დუეტად ვიმღეროთ. ერთობლივი პროექტის დასრულება სამწუხაროდ ვერ მოესწრო, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ბედნიერება მოგვაკლდა მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს. ნანი იხსენებს მათი სატელეფონო საუბრების ნოველების დეტალებს და გული წყდება, რომ ჩაწერა ვერ მოახერხა. მოშო, იცი შენ, რა არის აპრილი? გავჩერდი ახლა მე, აბა რა არის? მე კიდე პატარა ბავშვი, აბა რა არის რეზიკო? ასე ვთქვი, რა არის აპრილი? შენი დანახული. მაგი არის ჭირვეული ქალი. რომელიც ხან კაი გუნებაზია, ხან ცუდ გუნებაზია, ხან გაგიცინებს, ხან გაგიბრაზდება. ნუ დახატა აპრილი. იცი რა? შენ ზღვა ხო იცი როგორია? ნუ როგორია ზღვა? ჩაულებრივია ჩემთვის. ამ ზღვას რო ახლა გადაუსვა აჯიკა. მერე დააყარო მარილი და მერე სევიდან ტკბილი დაადო და ვანილი კიდე. ხო და ეს ახლა შენ. და ძალიან ბევრი რაღაცებს მეუბნებოდა და ბრაზობდი და მე ერთხელ ვეჭვობე. მე ვთხარი რა არის ეს? მე ვთხარი რომ იწყებ რაღაცის თქვასა მე არა მაქვს არაფერი გვერდზე, არც ქაღალდი, არც კალამი რომ ჩავწერო შენი აზრები. ნუ ასე გამოვიდა. ჩემ დასავლეთ თქვენ ვერც წარმოიდგენთ. ხო სამყარომ დაკარგა ერთ-ერთი განუმეორებელი პიროვნება. მე დავკარგე ადამიანი, რომელმაც მე ძალიან დიდი სიმდიდრე მაჭუქა თავისი თავი. იცანით ალბათ, ეს ანგელოზი რეზო გაბრიაძეში ჩასახლებული ერმონია, ქალაქის ანგელოზი.
დედაქალაქის ყველაზე პატარა და ყველაზე ლამაზ მოედანზე. ყოველდღე დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე გამოდის. დაიწყება სიყვარულის უწყვეტი ციკლის ვერტიკალური ბრუნვა.